რუსეთის საგარეო უწყება ჯაშუშების სკანდალიდან ყურადღების გადატანას სხვა საკითხებით ცდილობს. დღეს განცხადება საქართველოში რუსული სპეცსამსახურების სადაზვერვო ქსელის წევრების დაკავებაზე გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ რუსული დაზვერვა საქართველოში ეფექტურად ვეღარ იმუშავებს. კიდევ ერთი მარცხი მოვიდა საქართველოს ხალხმა, ქართულმა ხალხმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაამტკიცა, რომ რუსული ჯაშუშური ქსელი ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს ვეღარ იარსებებს, რომ ეს ქვეყანა არის პატრიოტების ქვეყანა და ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება ოკუპანტებთან ურთიერთობების. ამიტომ ამისთანა დამარცხებას ლოგიკურ ვერც გამართლებას მოუნახავ, ვერც დისკუსიაში შეხვალ. ამისათვის რუსეთი ერთი მხრივ ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ არავითარი კავშირი არ აქვს ამ ჯაშუშებთან, მეორე მხრივ კიდეც ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოს პროვოკაცია მოაწყო, ვითომაც საერთაშორისო კალენდარის მნიშვნელოვანი მოვლენების წინ.